დღის კიდევ ერთი სიახლე ფიქსირებული კავშირის კომპანიების სატელეფონო ნომრებს მასობრივად აბრუნებენ კომუნიკაციების კომისიას სილქნეტმა 2.5 მილიონი ნომრის დაბრუნების თხოვნით მიმართა და მფლობელობაში მხოლოდ 700,000 ნომერს იტოვებს. 10,000 ნომერს აბრუნებს ახალი ქსელებიც, მიზეზი ახალი რეგულაცია, რომელიც კომპანიებს გამოუყენებელ ნომრებზეც 38 ევროცენტს აკისრებს. იგივე მიზეზით კომისიას უკვე დაუბრუნეს 10 მილიონზე მეტი სატელეფონო ნომერი მობილურმა კომპანიებმაც. გვინდა განვარტოთ, რომ კომისიამ წინადადებით მიმართა პარლამენტს და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, გამარტივდა ნუმერაციის რესურსის მოპოვების გზები, ასე ვთქვათ, ადრე თუ აუქციონის წესით ხდებოდა ნუმერაციის სარგებლობის ლიცენზიის მოპოვება, ახლა უკვე ნებართვა იქნება მხოლოდ საჭირო ამისთვის. შესაბამისად, იმ ნუმერაციას, რომლითაც კომპანიები არ სარგებლობენ, აბრუნებენ და მოთხოვნის შემთხვევაში მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ ხელახლა აიღონ ნუმერაცია.